მოკლედ, ეს არის Teacher Unfiltered with Nutsa. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ინტერნეტში ესეთი ღია საუბრები ინგლისური ენის მასწავლებლებთან არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არცად შეხვედრია, ამიტომ გადავწყვიტე, რომ რატომაც არა. ეს იქნება გულახდილი საუბრები მასწავლებლებთან, ერთმანეთს გაუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, იმას თუ რას ვფიქრობთ დღესდღეობით ინგლისური ენის შესწავლაზე, ახალ მეთოდებზე და ასე შემდეგ. მოკლედ, არაფორმალური საუბრები ინგლისური ენის მასწავლებლებთან. და დღეს ჩემი სტუმარი არის მაიკო მანდარინკა. გამარჯობა მაიკო კიდევ ერთხელ. მაიკო, მოდი თავიდანვე დავიწყოთ ერთი კითხვით. ოდესმე თუ გიფიქრია, რომ ეს პროფესია, ესე ვთქვათ, უნდა დაგეტოვებინა და სადმე სხვა სფეროში უნდა გეცადა თავი? სხვათა შორის კი მიფიქრია. მართლა? რატო? შორის მიფიქრია და მიფიქრია მაშინ, როცა burnout-ი მქონდა, ძალიან გადახლის მომენტში, როცა მქონდა ეგ მომენტი და რატომღაც მგონია, რომ იმდენად გადავიღალი ამ ფორმატით, ჯდომით და სხვადასხვა ადამიანებთან კომუნიკაციით, აი მაშინ მქონდა ის მომენტი, რომ რაღაცა უნდა შემეცვალა და წავსულიყავი აქედან, მაგრამ მე მივხვდი, რომ რეალურად ეს იყო burnout-ს რო ვეძახით, ასე ვთქვათ, გადახლა და გადაწვა ამ ყველაფრიდან და რაღაცნაირად ცოტა რესტარტი დასვენება მჭირდებოდა და მაგის მერე აღარც მიფიქრია და ჯერჯერობით დააკვაყოფილი ვარ მოკლედ ამ სფეროში. მაგის მერე მოკლედ აღარ ქონია ეს შეგრძნება და იმედი არც გექნება. მოკლედ, მოდი ცოტა მოყევი შენ შესახებ, როგორ გახდი ინგლისურის მასწავლებელი? ასე იგი, მაგას როგორ ვფიქრობ ხოლმე ხან-ხან, აი, ხო არიან მასწავლებლები, ძალიან ბევრი ადამიანს რო ვესაუბრები ხოლმე, რომლებსაც ინგლისური სწავლა უნდათ და იგივე IELTS-ის, აი ზოგი ისეთი იმით საუბრობს ხოლმე, როგორ უნდათ რომ მასწავლებელი გახდნენ და ეს ამაში ხედავენ თავის თავს და მე რაღაცნაირად ძალიან შემთხვევით მოვხვდი მასწავლებლად. იმისა რომ ჩამოდი, დავიწყელია ივნისში სწავლა და ასევე დავიწყე საერთაშორისო სახლში, მაშინ საერთაშორისო სახლი იყო ერთ-ერთი პოპულარული ცენტრი, დავიწყე CA-ისთვის მომზადება, რომ მქონოდა ინგლისურის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომ მე რაღაცნაირად ეს გამომეყენება და მომავალში და აქ რომ სწავლობდი, გავიცანი მაშინ ისიც თანამშრომელი იყო საერთაშორისო სახლში, ოღონდ კომპიუტერული ლაბორატორიის თანამშრომელი იყო ეს გოგო და მოკლედ ეს ჩემ ჯგუფში აღმოჩნდა ეს გოგო და იმან მითხრა, რომ ეხა ვიწყებაო საერთაშორისო სახლში CELTA-ს კურსიო. და მე ძალიან მინდა რომ გავაკეთო და მე ვაპირებო მასწავლებლობას და მეთქი why not ხო მაგრამ მეც გავიგე ეს შემთხვევით და ზუსტად დაემთხვა რომ ჭირდებოდათ რომ ინგლისურის დონე ყოფილიყო advance-ი მე CA-ისთვის მომზადებოდი მაგრამ ეს სერტიფიკატი უნდა ქონოდა ხო სერტიფიკატი არ C1-ის დამადასტურებელი ის უნდა ქონოდა მაგრამ რადგან იქვე დიაგნოსტიკა გავიარდა ვიყავი C1-ი ასე ვთქვათ აღარ დამჭირდა მე ამაზე ლოდინი და რაღაც პერიოდი ვიარე და მე პირდაპირ დავრეგისტრირდი გავიარე სხვა ეტაპები დავრეგისტრირდი გავიარე CELTA-ს კურსი და მას მერე მოკლედ ვარ ინგლისურის მასწავლებელი და მე დარჩი ხო ის საერთაშორისო სახლში შემოთავაზა ირაკლი ამ საერთაშორისო სახლის დირექტორმა მე და რამდენიმე მასწავლებელს ვინც წარმატებით დავასრულეთ ეს კურსი შემოთავაზეთ დარჩით და მაგრამ მასწავლეთ ხო იქ მომენტიდან მე ვარ მოკლედ ინგლისურის მასწავლებელი ზოგადად ამ ძალიან შემთხვევით მოხდა ასე ვთქვათ ხედა რაღაც ბედი იყო ხო ხო და მე იცი რა იყო ანუ აი ისეთი მომენტი მქონდა რომ ჩავაბარე უნივერსიტეტში დავსწავლობდი სოციოლოგიაზე. რეალურად აი რაღაცნაირად თან მინდოდა ძალიან თან ვერ ხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა რომ დავამთავრებდი, იმიტომ რომ საქართველოში არ იყო იმდანად პერსპექტიული ასე ვთქვათ, ხო. თან ხო აი რაღაცნაირად რომ არ გაუსწრებს თითქოს და ის რაღაცა რო არ არის რო ხვდები და გაკვეთილზე რო შევედი, აი პირველი გაკვეთილი რო ჩავატარე, ხო ხელვარება სტრესი რაღაცები მოყვა, მაგრამ თან იმ ხელა ეს ემოციურად კმაყოფილებას და ის ვიგრძენი აი ადამიანებთან კომუნიკაციით და რაღაცა რო აბუხსენი და რო გაიგეს ან იმედად რაღაცა დადებითად დავიმუხტე იმ ხელვასთან ერთად იმდანად კარგი იყო რომ მივხვდი რომ რაღაცნაირად ეს იყო შენი ხო თითქოს ხო აი რაღაცა და მაგის მერე აი იმ ჩვენ ხო რაღაცა პირდაპირ გვაქვს ეს უკავშირი ასე ვთქვათ რომ ის სტუდენტებისგან მოდის რა მოწონთ არ მოწონთ ხო სიამოვნებთ ეს ყველაფერი და აი ამ ყველაფერსაც რომ ხედავდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ის სახში და ბედნიერი მივდიოდი. აი რაღაცნაირად მუღამში რო შევედი მე და უფრო საინტერესო მინდოდა დამეგეგმა და რაღაცნაირად რომ ეს განცდა ისევ განმეორებული იყო და იმანიდან მივხვდი რომ ეს იყო სადაც გინდოდა ყოფნა ხო? აი პირველ გაკვეთილზე მინდოდა მეკითხა, ანუ გახსოვს შენი პირველი გაკვეთილი, რამდენი წლის წინ იყო ეს და ეს მე 19 წლის ვიყავი მაშინ.
ოკეი, სადღაც 20 წლის. გავამხილე ძალიან შენი ასაკი. ამასობაში. კარგი, მოდი იცი რა მითხარი. როგორია მასწავლებლის ცხოვრება კულისებს მიღმა? აი, რას ვერ ხედავენ ჩვენი სტუდენტები? ხო, აი ზოგადად ძალიან მართლა ძალიან ბევრი სამუშაო. აი, რადგან არავინ საუბრობს რეალურად და არც იციან გონია რამხელა შრომა დევს გაკვეთილის მიღმა. არა, მასწავლებელი ტუალეტში არ შედის, ხო გახსოვს? კომპოზი. აი, რეალურად მართლა ძალიან ბევრმა არ იცის გაკვეთილამდე რამხელა და შმიერეს რამხელა შრომა იმ რესურსების მოფიქრება და გეგმვა მოფიქრება ამ ყველაფრის ზოგი რესურსი არ არის და შენ უნდა გააკეთო სანამ ChatGPT იქნებოდა და სანამ AI იქნებოდა და ამ ყველაფერს ფიქრობდით, წერდით, ვეძებდით სხვადასხვა წიგნებში, ვჭრიდით, ვაწებებდით რაღაცნაირად რა იყო ამის აუთკამი, რისთვის ვაკეთებდით ამ ყველაფერს მოფიქრება და იმ ხელა რესურსი, დრო და ყველაფერს ამ ყველაფერს ორგანიზება ჭირდებოდა რომ გაკვეთილამდე შესვლამდე მომზადება მე გაკვეთილის ჩატარება და იქაც უამრავი რესურსი რაც გჭირდება და შემდგომ კიდე დავალებების გაგზავნა იმ დავალებების შესწორება ასე რომ 1 საათნახევრიან გაკვეთილის იქით იმ ხელა ენერგია დევს რომ აი ეს ყველაფერი თითქოს არც ჩანს და არც არავინ საუბრობს ეს შიდა მასწავლების ის კი ვიცით ერთმანეთში რომ ხელა ის არის მაგრამ აი თითქოს ეს ყველაფერი არის ის რაც არ ჩანს და ის იმ ხელა კოლოსალური შრომა რაც გვიწევს ჩვენ. ხო, იმიტომ რომ ეს გაკვეთილი არ იწყება იქ და არ სრულდება. ნუ ჩვენთვის ეს მთელი დღე არის, ხო, ფაქტიურად და ხანდახან ღამეების გამჩენებია დავალებების შესწორებებისთვის, ნუ რა ვიცი. ნახოს სამსახურიდან რომ ვიღაცები რომ მოდიან სამსახურიდან და იქ მთავრდება მათი სამუშაო დღე ჩვენთვის რაღაცნაირად მუდმივად მე ის ხო თან სულ მაგაზე ფიქრობ ხო რაღაც მომენტში აი იმას ვქნა მივცე ამას რა გავუკეთო მომზადო ნუ და დილას როგორ გაკვეთილი მე იმაზე უნდა იფიქრო იმაზე როგორ დავგეგმო და ძალიან დიდი არ ვიცი აი მე ჩემი აზრით არ არის არ საუბრობენ ამდენად ამ ყველაფერზე მარტოში და არ აინტერესებს არავის თუ უბრალოდ ტაბუა დადებული თუ რა რაღაცა ეგ არის მგონი აი ყველა სამსახურში და რაღაცა ის ვაწყობთ ჩვენი ალბათ ეგ არის ჩვენი რაზეც ჩვენ წუხვართ ხოლმე მაგრამ რეალობა ის არის რომ თუ მასწავლებელი ხდები თითქოს ამას მოყვება ის რომ ალბათ სხვა სამსახურებშიც არის ეს აი ზოგი სხვა პროფესიიდან გამიგია რომ ისინიც ვერ ახერხებენ გათიშვას იმიტომ რომ სახში მიდიან სულ იმ რაღაცას ფიქრობენ და ალბათ ყველა სამსახურს აქვს თავისი ეს შიდა რაღაც სამზარეულო აწუხებ და ჩვენთვის ეგ არის რომ იმ ხელა რესურსი და დრო გჭირდება იმის გარდა სანამ გაკვეთილამდე მიხვალ რომ ეს ყველაფერი ემატება იმას და რომ ვიღაცას თუ 20 საათია გაკვეთილი რეალურად 40 საათი მუშაობს ხო იმიტომ რომ ის დანარჩენი ჭირდება ამ ყველაფერს დაგეგმოს რადგან ვისაუბრე ანუ ეს არის ყველაზე რთული ნაწილი ამ პროფესიის მაგას სიტყვადი ეს თუ ერთ-ერთი ყველაზე რთული ხო ანუ უბრალოდ აი ხო რაღაცა რაც რაზეც არ ვსაუბრობ და ხო ისეთი ანუ ის მოლოდინი რომ აი ხლა საათნახევარი გაკვეთილს ჩაატარებს და всё არ არის იმის იქით ძალიან ბევრი რაღაც არის და ალბათ ის ფინანსური ანაზღაურების საკითხი რაც მასწავლებს ანუ ითვლება რომ არ ვართ საკმარი ანუ ანაზღაურებადი არ არის შესაბამისი ანაზღაურება იმ ხელა რესურსს ვდებთ მასწავლებლები ამ ყველაფერს მომზადებაში მე გაკვეთილის წარმატებით წარმართვაში და ამ ყველაფერში უფრო მეტი ანაზღაურება უნდა იყოს ალბათ ყველა მასწავლებელი უნდა იმსახურებდეს ხო დამეთანხმება ალბათ ყველა მასწავლებელი არიან ადგილები სადაც ძალიან კარგი ანაზღაურება აქვს, მაგრამ ეს მასიური სურათი. იცი რა, ანაზღაურებაზე ვარემ გადავალ მინდოდა ეს კითხვა დამესვა. ანუ შენი აზრით დღესდღეობით ისევ არ არის კარგად ანაზღაურებადი ეს პროფესია თუ გააჩნია? იცი რა, გააჩნია სად მუშაობ არა? ახლა თუ შევადარებთ სკოლებში მუშაობას, მით უმეტეს საჯარო სკოლაში, კერძო სკოლაში, ცენტრში, ან როცა შენ თვითონ ხარ, ახლა შენ გაქვს შენი კურსები ხო ფაქტიურად შენი თავის უფროსი ხარ და შესაბამისად არავისგან არ ელოდები ამ ანაზღაურებას. ხო შეიცვალა ახლა გარკვეულწილად არა? კი, მაგაში გეთახმები. ანუ მე გულისხმობდი როცა მუშაობ იგივე სკოლაში, იგივე ცენტრში, იგივე თუნდაც კერძო სკოლაში. ხო, აი სკოლებში ვფიქრობ, რომ შედარებით გამოვკეთდა, არ ვიცი ხელ ზუსტად არ ვიცი ანაზღაურების სახე, მაგრამ ბევრად უკეთესი მდგომარეობა არის ახლა სკოლებში, ვიდრე ადრე იყო სხვათა შორის ანაზღაურების ხო მე მგონი უკეთესობა. აი ბევრს გონია ხოლმე რომ თითქოს ონლაინ მუშაობა სახში ხარ და არ არის, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ხო მე მაინც მუშაობდი, რა თქმა უნდა, ეხლა და უბრალოდ სახში ვიყავი და მნიშვნელობა აქვს ხო. ხო.
მეც ვერ ხედავ განსხვავებას. ანუ იმხელა ეფორტსდებ ამ გაკვეთილში, იდეაში, ახლა წინგიზის ესე ფიზიკურად ადამიანი თუ ეკრანში ხედავ, შენ ხომ მაინც იგივე საუბრობ, იგივენაირად ემზადები. რა ვიცი, თუმცა ბევრი არ ეთანხმება და ხო, ალბათ, ბევრი. ეხლა მითხარი რა იცი, აი რთული სტუდენტების თემა, რთულის, აი ვინ არის, ვის დაუძახებდი რთულ სტუდენტს, რა კატეგორიის ადამიანს? Interesting. ანუ ჯგუფში რთული სტუდენტი კიდე სხვა არის და ინდივიდუალურად კიდე სხვა არის, მგონია რა, იმიტომ რომ აი ჯგუფის დინამიკაში რთული სტუდენტები ჩემი გადმოსახედიდან არიან დისციპლინის კუთხით არ გულისხმობ, იმიტომ რომ ძირითადად დასრულებთან მუშაობ ხოლმე და დისციპლინა ალბათ არ არის ამ შემთხვევაში. აი, როდესაც რაღაცაზე ამბობენ, რომ ვერ გაიგო ან არ გაიგო, რაღაცნაირად აი რო ვერ იგებს თვითონ და იმის მოგერთ რომ დაგაცადოს რო აუხსნა, აი ამ რაღაც ვერ გაგების გამოხატვა, როგორ გამოხატავს და ამ მთელი სხვა ადამიანების დროსაც რომ რაღაცა აგრესიით ან იმით რომ ვერ გაიგო და ამას ესე გამოხატავს, როცა შეუძლია რომ დაეხმარო და აუხსნა და გაიგოს იმის მაგალითად, როცა ამ ყოველთვის ისე დემონსტრაციას ახდენს, ანუ ცდილობს აფიშირებას, რომ იცი რაღაცა ხო ვერ ხსნი კარგად თუ რაღაცა. ხო, აი თვითონ ანუ ის რომ ვერ გაიგო, ეს ხდება ძალიან დიდი რაღაცნაირი ოხხვის და ესე ვთქვათ იმის თემა, რომ მე არ მეზარება, ანუ ძალიან მიყვარს ადამიანი შემიძლია ასჯერ რაღაც აუხსნა, დავუღეჭო და ეს არ მეზარება, მაგრამ აი ეს ეთიჩუდის ამბავია, ხო, ხო, აი ეს ხმამაღლა ყოველთვის დემონსტრაცია და ადრე არ მქონდა ამის სკილები, ასე ვთქვათ, ძალიან პატარა როცა ვიყავ, იმიტომ რომ მუშაობას რო იწყებ 20 წლის ასაკში ხო, გონია რომ რაღაც ხო გამოცდილებიდანაც მოდის. და შენ თავს აბრალებ და ძალიან ხშირად შეიძლება რაღაცა მეც მე რამეხსნა იხა, მაგრამ იმდენად არ მეზარება და იმდენად კარგად ვიცოდი ის რომ რა თქმა უნდა შემიძლია დავხსნა, მაგრამ ეს გამოხატულება რო გსტრესავს, მე რამდენი ადამიანი ხო და იმათაც ხო ჭირდება ყურადღება და აი ეს ჩემთვის იყო ძალიან სტრესული და ვფიქრობდი რომ აი ალბათ მე არ ვარ თქო კარგი თქოს ჩემ თავს უსამდი ხოლმე კითხოს, მაგრამ რაც მე გამოცდილება შევიძინე ამ ადამიანებთან ხო და მათიც მესმის ხოლმე მე, იმიტომ რომ ვერ იგებს იმის coping mechanism-იც თითქოს ეს პროტესტი არის, მიხვდი და რაც წლები გავიდა იმის მერე მეც ვისწავლე ადამიანებთან ურთიერთობა და ამ რთული სიტუაციების მოგვარება. იცი როგორ მიუდგე მაგ შემთხვევაში თუ ვერ გაიგო და როგორ ხო, აი ესეთი პროტესტული შემთხვევები მე იმიტომ რომ ეს ჩემი შესაძლებლობა რომ შემიძლია ადამიანებს მართლა აბა რატო ვერ გაიგე და რო აუხსნა ასჯერ. მიხვდი ისინიც რაღაცნაირად შვიდებიან ხოლმე და იმასთან მივდივარ, ანუ ამის ესკალაცია და ამის ანუ სწორედ რომ ლოკალურად აღვარებ. თუ ვერ გაიგო უბრალოდ მე ასჯერ რო აუხსენ და მთელი ჩემი რესურსი ჩავდე, შესაბამისად მეტი საშუალება მე არ შემიძლია. მისმინე, ანუ კერძოს შემთხვევაში, ინდივიდუალური შემთხვევაში განსხვავებულია და მაგ შემთხვევაში ანუ რა ხდება? იცი რა, ინდივიდუალური შემთხვევაში, როდესაც ესეთი აი ხო ათიჩიუდა მიდგომა რაც არის, თუ ვგრძნობ რომ სტუდენტს იმდენად ნეგატიური მიდგომა აქვს ზოგადად. აი ხო არის ზოგიერთ სტუდენტი მაგალითად რომ ძალიან ნეგატივი, აი ვერ სწავლობ, არ შემიძლია, ანუ სულ ყველა გაკვეთილზე რო გინეორებს. მუდმივად თუ იმით მოდის პირდაპირ რომ მე ამას ვერ ვსწავლობ და არ შემიძლია და ვერ ვაკეთებ და პროგრესს ვერ ხედავ და მუდმივად იმის მაგივრად რომ თავის პატარა პროგრესები შეამჩნიოს და ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, აი ტიპაჟს ხო განაცხადა, თუ ვხედავ რომ ინდივიდუალური სტუდენტი იმდენად ვერ ხედავს თავის პატარა პროგრესსაც და სულ ამას თვლის რომ ესეა. ვცდილობ ხოლმე რომ ეს მიდგომა შევცვალო რომ აი იმით დაიწყო რომ შეამჩნიო, ხო, მაგრამ თუ ვგრძნობ რომ ეს შედეგს აიღებს, მაშინ ვემშვიდობები იმ ადამიანს, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ ან ჩვენთან მუშაობა არ არის ეფექტური და ესე იგი ჩვენი ურთიერთობა უბრალოდ ჩემი სტილი არ არის ესე იგი შენთვის ხო? ეს გამოდის ან მან უნდა იმუშაოს თავის მიდგომაზე, იმიტომ რომ მithქვამს ხოლმე ძალიან ხშირად სტუდენტებს, რომ იმგონია რომ მასწავლებლები რაღაცნაირად ფსიქოლოგებიც ვართ ხოლმე და აი ვცდილობ რომ დავანახო რომ მოხვედი ეს არ შეგეძლო საერთოდ და ეხლა ნახე როგორ საუბრობ, მაგრამ ის მოლოდინი რომ აი პერფექციონისტებს ჭირთ ხოლმე ძალიან ხშირად და მყოლია ეგეთი მოსწავლეები, და პესიმისტებსაც. პირდაპირ ხო უნდა
უნდათ რომ აი აური არის და ხო რაღაცნაირად ძალიან ლიმიტირებულ დროში უნდათ რომ აი ესე ილაპარაკო და ეს თავისთავად მოლოდინები როცა აქვთ მე ძალიან დიმოტივირებულიანი მაგრამ აი ეს რომ ვათ დავანახოთ რომ ნახე აი ეხა ეს შეგიძლია რომელიც არ შეგეძლო აი ეხლა ამ ეტაპზე გადახვალ და ეს რაღაცნაირად თუ შეიძლება პატარა ნაბიჯებით რა განვითარდა ეხლა აი ძალიან ხშირი არის მართლა ეგ სიტუაცია და ძალიან რთულია მაგ დროს იცი მაგრამ მეც აი მაგას ვცდილობ სულ რომ დავანახო იმიტომ რომ შენზეც მოქმედებს იცი რა გეუბნება რომ აი ვერა კიდე ვერ ვაკეთებ კიდე ვერა და ეს ვცდილობ რომ უთხრა რომ იცი რაც უფრო დადებითად აღიქვამ ამ პროცესს მით უფრო კარგი თან მით უმეტეს ერთ თვეში აი 2 თვე გავიდა უკვე და იცი კიდე რაღაცა ვერ საუბრობ. ნუ რა თქმა უნდა 2 თვეში ახლა როგორ ისაუბრებ, მით უმეტეს თუ დაიწყე სიტყვაზე 2 დონიდან. ხო, აი არარეალური expectation-ი როცა აქვს ადამიანს. უცხოეთში ბევრი არ მახსენდება, აი რამდენიმე სტუდენტი მახსენდება ეგეთი სხვათა შორის და აი სულ მაგაზე მithქვამს ხომ რომ აბა შეხედე შენ თავს იმ კუთხით, აი ხო სულ მუდმივი ეს თავის თავს ისტრესავენ, მიხვდი და ვერ ახერხებენ იმ სიამოვნების მიღებას რა და და მე იცი მოქმედებს იმაზეც, იმიტომ რომ შენ თუ შენ თავს დააჯერე რომ მე ვერ შვები, ვერ სწავლობ, ვერ ვიგებ და ვერ ვსაუბრობ, ეგრეც იქნება, აი ეგრე მგონია, იცი? ხო და ისიც ეხმარება ალბათ რომ აი ვაჩვენოთ რომ აი ამ პერიოდში რა პროგრესის მოლოდინი უნდა ქონდეს, მიხვდი, იმიტომ რომ ეხა ის რომ რაღაცა აური და 1 წელიწადში fluent იქნები და C2-ზე ილაპარაკებ, ეგეც ხო იმის რაღაცნაირად იმის რომ ვანახოთ რომ აი ამ ეტაპზე ამას გავივლი და მე ეს milestone-ები ხო რომ აი ეს შეგიძლია უკვე შეგიძლია აი ამის მოტრიალებით რომ იქნებ რაღაცნაირად თავი არ იტანჯონ ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თუ არ იღებ ახლა შენი ციცაბების და სწორი მოლოდინი ქონდეს თავის მხრიდანაც და რა თქმა შენგანაც. ხო, მას წარმოიცავს ხომ მნიშვნელოვანია რომ სასიამოვნო იყოს ის პროცესი რა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და მუდმივად ნეგატიური დამოკიდებულება რო ხდება, საბედნიეროდ ესე შემთხვევა ბევრი მართლა არ მახსენდება. აი რამდენიმე სტუდენტი მყავდა და იმდენად იღლებოდა ის რომ მე ვიღლებოდი ადამიანის იმიტომ რომ ვცდილობ რომ მე ნახებინა რომ აი ნახე ეს მაგრამ და შეგიძლია ხო აი მოგიხერხებია რაღაცნაირად თუ ყოველთვის არა და მომიწია რაღაცნაირად მე დამშვიდობება ხოლმე იმიტომ რომ ანუ უკვე შენზე მოქმედება ხო შენზე იტანჯები ანუ ვერ მიიღებს აზრი არ აქვს ხო და სულ ეს მუდმივი ფოციანი მეც რაღაცნაირად მქონია ეს ფოციანობის მომენტები და მესმის ხოლმე ამ ადამიანებს კარგი და თუ რაღაცნაირად არ შევხედო სხვანაირად რთულია რომ შენ სიამოვნება მიიღო მასწავლებლად თან სიამოვნება ყველაფერი და რაღაცნაირად აი ხო არ ვიცი მე მესმის ამ ადამიანებს იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს მოლოდინების საზოგადოება გვიწესებს შობლებით ოს შემდეგ და მე შენც რაღაცნაირად ამ ოს ისტრესო შენ ყოლი აკეთებენ თუ არა იცი კი მყოლია როგორ არა ესეთი რთული სიტუაცია შენ თუ დაგინახებიან შეგძლებია რომ იცი რა არის კი რაღაც შემთხვევებში კი და ძალიან მიხარია ხოლმე ესეთი ბედნიერი ვარ რომ აი ადამიანს რო უჩვენებ რომ იცი აი ეს ყველაფერი მართლა ტანჯვა კი არ არის და არ უნდა იყოს აი ცოტა უნდა დაინახო და ვცდილობ ხოლმე მეც დავანახო აი ზუსტად შენ როგორც თქვი რომ იცი აი თავიდან მაგალითად ესე დავიწყეთ ახლა უკვე ეს გვაქვს დავუშვათ ხვალარა და ზეგარა მაგრამ აი რამდენიმე ხანში უკვე სხვა სიტუაცია გვექნება და აუცილებლად ვეუბნები რომ პირველი 2-3 თვე როდესაც იწყებ გაკვეთილებს არის ყველაზე რთული არა აი ახლა აი სწორი მოლოდინები ალბათ და იმის მოლოდინით არ უნდა ქონდეს ალბათ რომ it's all fun and games ანუ ენის სწავლა არ არის მუდმივად გართულება მიხვდი ანუ ამ ყველაფერს სჭირდება შენ თავზე მუშაობა ესეც ხო არის ანუ გაკვეთილზე ჩვენ ახლა სულცილობთ რომ რაღაცნაირად შევიტანოთ ის ხო ცოტა რაღაც ისეთი მომენტი ხო ანუ ისე და იჯდეს და იმის ხო არ იყოს მაგრამ რეალურად ეს ჩადოსნური ჯოხი არ გვაქვს მასწავლებლებს ხო ანუ ჩვენ მე სულეუბნები ხომ ჩემს სტუდენტებს რომ წამოდიან მე ჩემს 100%-ს და მაქსიმუმს ჩავდებ ამ გაკვეთილებში და ვდებ კიდეც მაგრამ შენი მხრიდან შენ თუ არ იმუშავე და შენ თუ არ მომყევი ახლა შენ მუშაობაში რას გულისხმობ მოდი დავაკონკრეტოთ საშინაო დავალებების შესრულებას უფრო საგამოცდო ჯგუფებთან ვამბობ რა აი როცა საგამოცდო ჯგუფებთან მაქვს ხოლმე ის სტუდენტებს ხო ჯგუფებს რო ვიწყებ ხოლმე თავიდანვე ვეუბნები სტუდენტებს რომ ხო მე ჩემი მხრიდან ჩავდებ 100%-ს და აბსოლუტურად დავიხარჯები და ყოველ წუთს ვიქნები ანუ ჩემი ცოდნის გაზიარების თუ თქვენ როგორც ორიენტირებული თქვენი მხრიდანაც თუ არ იქნა ამ ყოველთვის იმიტომ რომ მე გიხსნი გადმოგცემ გეუბნები რა როგორ ხდება მე შენახვი და დაიწყე ამ ყველაფერზე იმუშაო მომიტანო მე შენი ნამუშევარი ამისი შეფასება გაგიკეთე წახვი და ისე და ისე ხდება ამ პროგრესის და ხო სტუდენტებს ამოცებად და საბედნიეროდ ანუ დასრულებს თან
და ალბათ ესმით ხო? ანუ ხო, ალბათ იგებენ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც IELTS-ისთვის, აი საგამოსტ ჯგუფებზე, თვითონ აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა, რომ ხო, ჭირდებათ იმისთვის, რომ ხო და ისე რომ ზოგადად ინგლისურის ჯგუფებში როგორც არის, უბრალოდ ზოგი შეიძლება მართლა იმისთვის რომ რაღაც სიახლე უნდა, ან უბრალოდ რაღაცა გონების გავარჯიშება უნდა, ან უბრალოდ უნდა რომ რაღაც speaking-ის და ხო, speaking-ი გამარჯვებას, ან უბრალოდ დადის და საერთოდ არ უნდა იმას რაღაცა კონკრეტული მიღწევები ქონდეს, ეს სხვა არის, მაგრამ ეს საკამოწმებელთან გამიჯნული გაქვს ასე თუ ისე, ისეთი სიმკაცრით ასე ვთქვათ, არ უდგები ხო? მაგრამ აი ეს დავალებების თემას მაინც რო ისე დაუბრუნდეთ, ანუ აძლევ დავალებას ორივე შემთხვევაში? და ითხოვ თუ ისე არის რომ up to you მაგალითად up to you? არა. General English-ის შემთხვევაშიც? და თუ გეუბნება ის სტუდენტი, რომ იცი მე ვმუშაობ, სამი შვილი მყავს და ვერ გაგიკეთებ ამ დავალებას, რა ხდება? მაშინ პრიორიტეტებს უკეთებ დავალებას. არის დავალებები, რაც უნდა გქონდეთ. აი მაგალითად პოდკასტებს ვაძლევ ხოლმე, რომ მოусმინონ, დაამუშაონ, იქ ლექსიკა გამოიყენონ, და პატარა სამერი დაწერონ და ყოველ გაკვეთილის დასაწყისში ამაზე გვაქვს დისკუსია. ამას თუ არ მოამზადებ და ვერ ჩაერთებ გაკვეთილში დაჯდები და მოусმენ. ანუ ეს პრიორიტეტია და რაღაცა სხვა გაკვეთილზე რაღაცა არის პრიორიტეტი მაგალითად, რაც უნდა მოხვიდე და ჩაერთო გაკვეთილზე. და დანარჩენი რაღაცეები შეგიძლია მე შენ გააკეთო ან არ გააკეთო, ან დაეწიო მაგალითად. ანუ აქედან გამომდინარე პრიორიტეტად ვუსახავ ეს და ვიცოდეთ რომ გაკვეთილზე შევძლოთ ინტერაქცია და მეორე რაღაცა რომელიც it's up to you მართლა. ამიტომ მაგაზე ის აღარ გვაქვს. მაგასაც წინასწარ აფრთხილებ, აი რომ იცით ჩვენ შემოსწონეთ. მაგრამ პრიორიტეტი დავალება გექნებათ, რომელიც და რომ წერენ ხოლმე რომ დავალება თუ გექნება, ზოგს უნდა, ზოგი რომ წერს ხოლმე უნდათ რომ დავალება ქონდეს, ზოგი უნდა იზუსტად ეგ შემთხვევა. ზოგი რომ აი მე ვმუშაობ, შვილები მყავს, ისა არ მაქვს დავალებას და ვეუბნები ხოლმე რომ გვექნება პრიორიტეტი. ეს მაინც უნდა გააკეთო, ეუბნები ხა? ხო, ეს მაინც უნდა. მაგრამ ხდება რომ მაინც არ აქვთ. იშვიათ შემთხვევაში რაღაცეებში მოსვლა უთქვამთ რომ აი ვერ მოვასწარი და არ მაქვს ეს და დღეს მოусმენ ამ დისკაშენს. და it's okay მაგათვის ხო, ანუ ეხა ისე რომ how dare you როგორ გავედე რომ რაღაც დავალება არ გააკეთე, ეგ ის არ მაქვს. თითის ქნები. ხო, თან ახლა უფროსების შემთხვევაში ხო, იმდენად მე მგონი უფრო უნდა მისცეთ შედიან სიამოვნებთ ხოლმე ამ პროცესში და მე დისკაშენი და ყველა და მე ხო რა გამოვიდეთ რა არ გამოვიდეთ, რომ ერთ შემთხვევაში ძირითადად აქვს ხოლმე თუ არ აქვს, არ არის პრობლემა, შეიძლება მოусმინონ, მაგრამ ის რომ ყველაფერი უნდა ქონდეს შესრულებული, ესე არ ვარ, იმიტომ რომ მართლა მესმის ახლა მეც მუშაობ, შვილი მყავს და კიდე სადღაც დავდივარ ხოლმე რაღაც მომენტებში ყველას არ შეგვიძლია, ნუ ხო, მოგაკეთეთ და ხა ახლა მე მაგალითად თუ მეუბნება სტუდენტი თავიდანვე და მით უმეტეს ინდივიდუალურად მუშაობ ძირითადად თუ მეუბნება რომ იცი აი მოდი ჩემი პრიორიტეტი არის რომ გაკვეთილზე გქონდეს speaking practice და ვიცი რომ შეიძლება ამითი ჩემი პროგრესი ცოტა ნელი იყოს მაგრამ ნუ დავალებას აი ფიზიკურად ვერ გავაკეთებ ვერ მოგიმზადებ ვეუბნები კარგი ხო ინდივიდუალურების ხო ეგ არის კი აი ზუსტად და იმ ჯგუფში ახლა შენ რო ეს გეგმა გააქვს და 5 კაცს რო უნდა და 3-ს არ უნდა ხო ეგ ცოტა მე რა ინდივიდუალურთან ხო აი მართლა შეთანხმების ის არის საგანია ეს თავიდან თუ მოდის სტუდენტი მართლა გვეუბნება რომ იცი რა მე ხა მოვიდი თუმცა იცი ყოველთვის ვეუბნები მაინც რომ იცი აი პროგრესი მაინც არ იქნება ისეთი სწრაფი იმიტომ რომ ეს speaking-ის განვითარება speaking აი ნუ აი რამდენჯერ გვაქვს ჩვენს ნათქვამი დარწმუნებული ვარ სხვა მასწავლებლებსაც speaking-ი არ მოდის ისე ცალკე არ არის ეს speaking-ი ცალკე რაღაც ღრუბელი თუ რაღაცა ხო ეს speaking-ი არის ლექსიკა ის გრამატიკა ანუ შენ speaking-ის გაუმჯობესება თუ გინდა მარტო ჩათვალე რომ იმას იყენებ იმ რესურსს და იმ ცოდნას რაც უკვე ქონდა ხო აი რაღაცა ვიცი რაღაც დონეზე და მე იმითი ვსაუბრობ ან მარტო საუბრით და იმის გარეშე რომ რაღაც ახალი ტოპიკები ისწავლო და ამატო რაღაც გრამატიკული ჩაამატო ეს ხო ახლა ვერ გახდება აქედან რაღაც უზარმაზარი ხო მაგრამ ნუ ზოგს უნდა ახლა და პრინციპში ხო მაგას თვითონ აქვს ალბათ გაანალიზებული რომ მარტო კლასში შემიძლია და ხო მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ახლა ხო ყველას თავისი პრიორიტეტი აქვს და მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენც ხო რომ რაღაცას მოვერგოთ შემთხვევაში მაგის ფუფუნება ასე ვთქვათ გვაქვს რომ მოვერგოთ იმ სტუდენტის კი ეს არის თავი ხა მისი ინტერესი, მისი საჭიროება არის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ და ვნახოთ მათთვის რა არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, ასე რომ აბსოლუტურად გეთახავი. და ინდივიდუალურის დროს ხო აი უფრო გვაქვს მაგისი ლავირების საშუალება. კი ბატონო. როგორ შეიცვალა ინგლისურის სწავლება ბოლო წლებში? ანუ ეს AI გვეხმარება რეალურად თუ ხელს გვიშლის იქნებ, აი რა სიტყვები? მე ძალიან მეხმარება პირადად. აი წინაზე რაც ვახსენე რესურსების შექმნას
აი მართლა საათობით ვიჯექი ხოლმე. იმიტომ რომ ძალიან ხშირად არ ვიცი ხა დამეთანხმებიან თუ არა მასწავლებლები და მგონია რომ დამეთანხმებიან რაღაცას რო გადაშლი წიგნს. ხანდახან არის ისეთი მასალა, რაც არ გაძლევს საშუალებას, რომ ისე კარგად ამუშაო, ასე ვთქვათ, სტუდენტი, რაც იმ წიგნში წერია. შესაბამისად, იმის იქით იმხელა რესურსები გჭირდება, რომელიც ან შენ თვითონ უნდა შექმნა, ან უნდა დაჯდა წიგნებში, ესე ვაკეთებდით ჩვენ. სხვადასხვა იქიდან რო ტრებდით, ხო? ლექსიკა, რომელიც ესე უნდა დადგედა სტუდენტებმა მეჯექლი დაიმახსოვრონ. არ ხდება. ამის კონტექსტის მოძებნა, ან ტექსტების მოფიქრება, ჩვენ თავზე დაწერა, მე მაგალითები, control practice, free practice, ყველაფრის ამის ხანდახან და ხშირ შემთხვევაში იყო ხოლმე, რომ ჩვენ გვიწევდა ამ ყველაფრის შექმნა. PowerPoint პოინტების აწყობა, აი ძალიან დიდი დრო ჭირდებოდა ამ ყველაფერს და მახსოვს თუ გინდა რომ ხო, საბჭოს დროს რამდენი გამიკეთებია და შენც მუშაობდი სულ მაგაზე. აი თან ჯგუფთან რომ მუშაობ, უნდა გინდა თუ არ გინდა, ესე როცა ამხელა ამდენი ადამიანი შენ გელოდება, უნდა გქონდეს ეს მასალა მომზადებული და უბრალოდ ესე რაღაცა აი შენ ინდივიდუალურ სტუდენტთან ვისაც იცნობ და მუშაობ და რაღაცნაირად სხვანაირად წარმართო იმათთანაც იგო პასუხისმგებლობით იგივენაირად იმას ვაკეთებ, მაგრამ აი დიდი დრო ჭირდებოდა და ამას დღეს AI-ის დახმარებით იმ დღეს რომ ჩავწერე აი ამ ყველაფრის სიტყვების გამოყენებით მთელი რესურსები რომ ამიწყო, რომელსაც გადავხედე და მე adjusting-ი გავუკეთე და მოვარგე ჩემს. როგორც შენ გინდა. აი ძალიან დიდი დრო დამინოვა, ასე ვთქვათ. და ეხლაც მაგალითად თუ იგივე სასაუბრო თემები გინდა speaking-ისთვის გააკეთო, იგივე სხვა რესურსები, მარტივი ამ ყველაფრის გაკეთება და მე პირადად ძალიან მეხმარება. არ ვარ იმდენად კომპეტენტური AI-ში ჯერჯერობით ძალიან ბევრი რაღაც მაქვს, რაც აი ანუ შეიძლება ხო პრინციპში კიდე ისეთი რაღაცები იყოს, რაც ჩვენ არ ვიცით და რო ვიცოდეთ უფრო მაგრამ ეგ სფეროში მინდა რომ კიდე რაღაცა ტრეინინგები გავიარო, რომ თითქოს ჯერ მარტო რაღაცა we scratch the surface-ის ის არის რა, აი ძალიან ცოტა რო ვიცით თითქოს და უფრო დიდი პოტენციალი აქვს მე მგონი, ხო? და მინდა რომ რაღაცნაირად უფრო კარგად იმას ვქნათ, ავამოყავ, ასე ვთქვათ, რაღაც პროგრამები და ჯერ ანუ ჩვენი დამხმარეა ხო პრინციპში ესე ვიტყოდი გვეხმარება თუმცა ჩვენ არ იყენებ ხოლმე კი როგორ არა კი არა გამოყენებით ვიყენებ და ბრმად ვერ გადმოიტან ბრმად ვერ გადმოიტან იმასაც ჭირდება რაღაცა ის ხო მაგრამ იმ ბევრ რაღაცას მაგრამ ნუ დროს აშკარად ზოგავს ახლა ადრე მაგალითად იქ სხვადასხვა ვებგვერდებზე რომ ვეძებდი ხოლმე speaking-ისთვის განსაკუთრებით იქიდან მკრიფავდი აქედან ახლა მის რაღაც 100 კითხვა დამიწერე დაგიწერს მე შენ ამოაწყო და მე შენ იმას გავუკეთებ adjust-ს ხო თუმცა იცი რა არის აი ხანდახან რომ ხდება ხოლმე ონლაინ რაღაც კომენტარები, პოსტები, აი თითქოს შეინიშნება ცოტათი შიში, რომ იცი, აი შეიძლება AI ტიუტორებმა ჩაგვანაცვლონ მაგალითად ან ისე მოხდეს, რომ რეალური მასწავლებელი აღარ იყოს ისეთი საჭირო და აღარ გქონდეს სამუშაო, ანუ არის ეს საფრთხე შენი აზრით არსებობს? ხო, იცი რა, დავფიქრებულა მეც ამაზე და რეალურად ანუ მასწავლებლობა და ის ციჩი და ზოგადად სწავლები და რაღაცნაირად ადამიანური და ინტერაქციული ის არის მგონია რომ გარკვეულწილად დაეხმარება ადამიანებს და ძალიან კაია ეს მაგრამ ის მაინც ის ჩვენი რას ადამიანურ ინტერაქციას ვერ ჩაანაცვლის მაგას. აი ამაზე მაინც მგონია რომ ამ კუთხით ყველაფერი ხო ანუ კომუნიკაციაზე მივდივართ და ჩვენი ურთიერთობა და ეს ყველაფერი მაინც მგონია რომ მასწავლებელს ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა რაღაცეებში და ეხლაც უკვე ზოგიერთი სტუდენტი იგივე ეხლა რო ვაკეთებდი იმას IELTS-ის კურსს, რომელიც არ იყო სრული კურსი და არ მქონდა სტუდენტებთან მოკლე კურსი რა ხო, მოკლე კურსი, რომელიც იყო მხოლოდ გაცნობითი, მე თვითონ ვეუბნებოდი სტუდენტებს, რომ მე გიხსნი, შეგიძლია ეხლა წაიღო ეს შენი ნაშრომები და ძალიან კარგად მისცემს ამ უკავშირს AI-ის რაღაცა პროგრამები და ის პირიქით გამოიყენეთ, მაგრამ თვითონ ადამიანური ეს ურთიერთობა და ის ფიდბექი რაც არის, მაინც მგონია რომ ჯერჯერობით იცი რა არის მე ვფიქრობ ჩვენ თაობაში და ჩვენს უფროს თაობაში კი და აი ამ ახალ თაობაზე არ ვიცი იცი რო AI შეიძლება ამჯობინო ვფიქრობ ახლა მაგალითად ჩემი შვილი ეხა დუალინგოზე ან ეგეთის ხო რაღაცა ვერასდროს ვერ you don't have ანუ არასდროს არ გაქვს ხო ეს შეგრძნება თითქოს რომ მაინც რაღაცა გაკლია თითქოს შეგრძნება არ გაყოლთ. აი ხო ეგეთი აპლიკაცია. ანუ როცა უფრო დაიხვეწება ალბათ უფრო სხვა შეგრძნებები იქნება.
ხო, Duolingo მე პირადად არ მომწონს სიმართლე. ხო, ესე AI კიდე სხვა ის არის, მაგრამ აი რა ხო, აი შენ მითხარი შენი შვილების გამოსილებით მაგალითად. ხო, მაგალითად ჩემი შვილი ახლა იმდენად ის არის კომპიუტერში, ტელეფონი აქვს, სულ ონლაინ ყველაფერს ეძებს, ძალიან ბევრი რაღაცები ისეთი იცის, მე რო არ ვიცი, ხან-ახან პროგრამები და აპლიკაციები მაჩვენებს ხოლმე და აი მგონია რომ შეიძლება მისთვის უფრო მისაღები იყოს იმ კუთხით, რომ ადვილი იყოს. და შეიძლება თქვას, რომ მოდიდე, დავუშვათ, იმას ვისწავლი რაღაც ახალ ენას, აპლიკაციით მიყიდე ერთწლიანი subscription-ი და იმითი ვისწავლი და არ მინდა ეს მასწავლებელი. აი მოველი რომ რაღაცა ესე მეტყვის თითქოს, იმიტომ რომ იმდენად მიჩვეულია, რომ მისთვის ეს ჩვეულებრივია, რომ დაждდეს და აი ტელეფონს ესაუბროს. თუნდაც. მაგრამ მაგას მე ვარ მხრივ აი რა მოყვება, იცი? აი ჩვენ საუკუნეში ხო ადამიანების უდიდესი პრობლემა არის აი დეპრესია და მარტოსულობა და იმიტომ რომ ადამიანები მივაქანებით იქით რომ ყველაფერი საკვებია სახლიდან გამოიწერე, ის ისწავლე სახლიდან ესე ყველაფერი გაჯეთებით და შეგვიძლია და მე დიდწილად მივდივართ იქამდე რომ აი ეს მარტოსულობის sense of belonging რო არ გვაქვს, აი ზუსტად მგონია რომ მე ეგ აი რაღაცა ეტაპის მერე ზუსტად ეგ იქნება რომ რეალურად მინდა რომ წავიდე და იმ ჯგუფთან ერთად გავაკეთო და ეს კომუნიკაცია მგონია რომ ამის ნაკლებობას უფრო და უფრო გქნობს. საქართველოს შეიძლება ჯერჯერობით ნაკლებად იყოს მაინც იმიტომ რომ იმდენად იზოლირებულები არ ვართ, მაგრამ აი თანამედროვე სამყაროში ძალიან დიდი პრობლემა ხდება ახალგაზრდები განსაკუთრებით არიან ძალიან მარტოსულად გზავნენ თავს, იმიტომ რომ არ აქვს ეს კომუნიკაცია და დეიტინგ აპები იქნება თუ სასწავლო აპები თუ ყველაფერი აპები შენთვის იხარ მარტო და ეგ პრობლემა იმდენად ის იქნება მგონია უფრო და უფრო გაიშვება რომ აი რაღაცნაირად დაუბრუნდებიან ადამიანები იმ ინტერაქციას და მაინც იქნება ამის საჭიროება მგონია თუმცა რაღაც პერიოდით შეიძლება ჩანდეს ადვილი მარტივი ხო ეს ალბათ უფრო შორეული მომავლის თემაა ხო ახლა მომავალში მე მგონი ხო ხო ახლა რა მითხარი იცი აი რას ურჩევ მასწავლებლებს ვინც ახლა იწყებს აი ჩემი თავში რომ ახსენდება ხოლმე მეც ვფიქრობ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება მეტი გამოცდილების და სულ რაღაც ახალი ძიება არის სავარაუდოდ მნიშვნელოვანი თავიდან მახსოვს რომ გავაკეთე ეს ხო გითხარი ანუ შემთხვევით მოხდი ეს საერთაშორისო სასახლში გავაკეთე ეს ელტა და აი რაღაცნაირად ვარაუდით ვაკეთებ ამ ყველაფერს რა და რაც შეიძლება მეტი პროფესიონალთან შეხება ახალი რაღაცის გაგება მე ჩემთვის ძალიან ბედნი ლაკი იღბლიანი იყო ის მომენტი რომ ძალიან მაგარი ტრენერები მყავდა იგივე ნიკი რო იყო იგივე სხვა ტრენერები ქეითი მახსენდება უამრავი ნიკი და მანანა ყავდა მაშინ მანანა მე ყავდა ქეითი და ტერეზა და ანუ ძალიან ბევრი კურსი და ტრეინინგი და რაც შეიძლება მეტი სიახლე რო გაიგონ მეტ ტრენერს მოусმინონ და დატესტონ ბევრი სხვადასხვა რაღაც რო იპოვონ რა თვითონ ხო რა მუშაობს თავის იმიტომ რომ თავიდან მახსოვს მართლა ეხლა რო ვფიქრობ აი რანაირად მისმენად ხო 20 წლის მასწავლებელს ანუ პროფესიონალურად ანუ ჩემთვის მაშინაც თuliდი და მაგრამ ამ გამოცდილებიდან რო ვფიქრობ მაგრამ მაშინაც მოწონდათ იმ ადამიანებს მაგრამ აი ეს იყო ჩემი გზა ალბათ რაც დამეხმარა რომ სულ მუდმივად ვცდილობდი რომ ახალ გამეგო როგორ ასწავლიან სხვა ვისაც გამოცდილება აქ რა სტილის სწავლებები მიდის რა არის ჩემთვის კომფორტული და მაქსიმალურად აი ამის გატესტო და რაღაცეებს ხედავდი რომ ჩემი არ იყო მაგალითად რაღაცეები იყო აი დიქტოგლოსზე რო იყო ხოლმე რომ აი ჩემი თანამშრომელი ამას აკეთებდა peer sharing-ი ძალიან აი ჩვენ მასწავლებლებს შორის ერთმანეთს sharing-ი ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხოლმე თუმცა რაღაცნაირად არ გვაქვს მგონია რომ არ გვაქვს საკმარისი ამის საშუალება ხო აი რაღაცნაირად თითქოს იზოლირებულები ვართ ხო აი თითქოს არ გვაქვს და რაღაცნაირად ის მეგობრები ვიწყავთ და ხოლმე იმათ უზიარებით და აი ერთ-ერთი ჩემი თანამშრომლისგან გავიგე რომ ეს TikTok-ლოსი რომელიც მისთვის ძალიან ისიც იყო კრეატიულიც კარგი საშუალება სტუდენტებისთვის და ეგეც დავტესტე ისიც დავტესტე და რაღაცეებზე მივხვდი რომ ეგ მაგათად არ მუშაობდა ჩემთან იმიტომ რომ არ მქონდა საკმარისად ჩემი მოკლედ არ იყო იმერსიო და სხვა რაღაცები და აი რაც მეტის გავიგებთ და სამწუხაროა მართლა ის რომ მასწავლებლებს თითქოს ერთმანეთთან იმდენად ის არ გვაქვს რა აი შენ არ თითქოს ვერ იმაშვები იმდენად ვერ ხო მithumetes ახლა თორე ადრე კერძო სკოლებში ხო ვასწავლიდი თუნდაც ბრიტანეთის საბჭოში მაშინ უფრო იყო თან ერთ teachers room-ში რო ხარ და რაღაცა staff room-ი რო გაქვს და ხო ახლობები კიდე ხო უფრო ახერხებ მაგრამ რაღაცას ეტყვის გეტყვის იქ რაღაცას იღებს და აბა რა ხდება და ან თვითონ ჩვენ თვითონაც ხან-ახან საუბრობთ რა ეს რა კარგია და მოდი ხო არ გაინტერესებს შეიძლება უფრო გაუზიარო და ესე
სახლიდან როცა ხარ, ხო, ცოტა. ხო, აი როცა ონლაინ მუშაობ, ალბათ უფრო ეგ არის რა, იგივე იქ მივდივართ, რომ აი იზოლირებული ხარ და არ გაკომუნიკაციო. ხო, იზოლირებული კი ხარ ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ეს ჯგუფები, სადაც საერთაშორისო მასწავლებლები, ხო, სულ რაღაცას მიგდებს და აი ძალიან მაგარი სულ კითხულობ. ხო, აი როგორც კი ალბათ იმას ჩათვლი, რომ აი რაღაც აღარ მჭირდება ახლის გაგება და პროგრესი, ეგ უნდა იყოს მიმანიშნებელი, რომ რაღაცნაირად იქით უნდა დაინტერესდეს, რომ სუიცვლება ალბათ, ხო, აი ალბათ ეგ არის ჩემთვის, რომ ხო, იმეც ეგ კითხვა მქონდა, რომ ეხლა მე თვითონ რომ გადავალ თქო და აღარ ვიქნები რაღაც ორგანიზაციაში, თქო, როგორ მოახერხებ თქო რა. პროგრესი თქო, მაგრამ იმეც შენ თქო, იყო სულ ცდილობ რაღაცები მოვიზიო, ტრეინინგებზე წავიდე, იქ ონლაინ გავაკეთე და ხო, არ არსებობს, იმიტომ რომ იმდენად, ანუ ყოველდღიურად კი არა, ალბათ ყოველწუთიერად და ყოველწამიერად იმდენად იცვლება ყველაფერი ამ ხავა სამყაროში და მით უმეტეს ენის კუთხით მე ვთვლი, რომ ეს ხო აი 2+2 რომ 4-ია, ეგრეა რომ ვერც ერთი ადამიანი, ანუ ადამიანი ვერ იქნება ყოვლისმცოდნე, ხო? მით უმეტეს ამ კუთხით. ახლა მე ვფიქრობ, რომ მათემატიკაში მაგალითად არის ფორმულები და არ ვიცი, შეიძლება ვწდები, იმიტომ რომ არ ვარ მათემატიკოსი, მაგრამ ალბათ 99% შეიძლება ისწავლოს და იცოდეს მათემატიკის მასწავლება. არ მგონია, რომ ესე ვითარდებოდეს ახლა ხო მათემატიკა, ესეთი მეცნიერება და ინგლისურში ახლა როგორ უნდა თქვას, ვინმე თუნდაც ვისაც 50 წლიანი გამოცდილება აქვს, რომ აი მე ყველაფერი ვიცი ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა, ну ეს ხო აი აბსოლუტურად შეუძლებელია. სულ რომ მთელი დღე ენციკლოპედიას აჩვენე, მაინც ვერ იმას იზამ, იმიტომ რომ ყოველდღიურად ხო, ემატება ეს ახალი ტერმინები, სიტყვები, რაც არ უნდა ეცადო, ყველაფერს მაინც ვერ გაიგებ, მაგრამ თუ ცდილობ და ვითარდები, მე ვფიქრობ, რომ რატომაც არა ძალიან კარგია. ხო, შეიძლება მეტად ჩაერთო ალბათ რა. ასე თუ ისე ხო, სამეცნიერო დაგონია, რომ აი სკოლებში არ ვიცი, მაგრამ აქვთ მე მგონი სულ ტრენინგები და რაღაც სიახლეებთან ვიზ მასწავლებელთანაც მოხს ხოლმე შეხება, სულ გამიგია ხოლმე სხვათა შორის, რომ აი იგივე AI-ც როგორ გამიყენოს, სხვა აპლიკაციები სხვათა შორის გიგის დედა არის მასწავლებელი და ძაღში აი ძალიან მომწონს ხოლმე მაგალითად თვითონ მასწავლებელს უნდა ქონდეს ის მისწრაფვა, რომ სიახლეები სულ გაიგოს და გიგის დედა სულ ცდილობს ხოლმე რომ ყველა ტრენინგს დაესწროს და გაიგოს ახალი რაღაცები, როგორ შევა და მიხედავ იმისა, რომ ძალიან დიდი ხანია მუშაობს. არ ვიცი რამდენი წლიანი გამოცდილება აქვს. ხო, ალბათ. ხო, სულ ცდილობს რომ და რა კარგია. მიხედავ იმისა, რომ ხო აი ძალიან გამოცდილია, სულ ცდილობს რომ ტრენინგს დაესწროს და სიახლეები გაიგოს და იმედია რომ მეც ეგრე ვიქნები 60-ის და მეტი წლის ასაკში. სიბერში. ხო, აი ეგ არის რა მართლა. არასდროს ეს იდეა ფიქსი არ უნდა იყოს და მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობა მასწავლებელს ეგ გააზრებული აქვს და ყველამ ვიცით, რომ ეს იმდენად სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომ ვერასდროს ვერ დავეწევით. ფეხი უნდა აბუწყოთ რა, ესე ვთქვით. აი ხო, შენ მე ის გააქვს, შენ გახსენდება შენი თავი, შენ სელტას გაკეთებამდე დაიწყო ხო ტიჩინგი? კი, ბევრად ადრე. მე ვიყავი ალბათ 18 წლის პირველი გაკეთებული. ის გააქვს დასწავლი? უნივერსიტეტში მე ამერიკანისტიკას სწავლობდი კი. სწავლობდი და მან მეთოდოლოგიაზე ტიჩინგის ის არის თუ უფრო არა, მან იყო უფრო აი დიპლომატიური კუთხით ამერიკის ისტორია, თუმცა ინგლისურად იყო ძირითადად წიგნები და ყველაფერი, მაგრამ ეს მეთოდოლოგია არ იყო. ხო და აი შენ როგორ ახერხებდი მეთოდოლოგია? აი იმიტომ რომ ნახე როგორ არის, ანუ მე ალბათ იქიდან რომ თავიდან ცალკე გავუკეთე, მე სულ იმ ორგანიზაციებში სადაც მუშაობდი ეს ტრენინგები სულ იყო ხოლმე და სულ გინდოდა თუ არა გინდოდა უნდა აყოლოდი ამ ყველაფერს რაღაცნაირად მომიწია ამასთან ერთად. ხო, იცი რა არის მე რო შემთხვევაში როგორ აი როცა დამწყები მასწავლებელი ხარ და ჯერ არ გაკეთებული მაგალითად სელტამდე ხოლმე მიხვიდე, მაგრამ ზოგი ხა უკვე ყველა შეუძლია ალბათ და იმდანაც მე გვიან რაღაცნაირად ეცი რა ტიჩინგი რო დავიწყე. მაშინ ალბათ 18 წლის ვიყავი, როცა პირველად ჯგუფთან შევედი, თორე მანამდე ახლა კერძო მოსწავლეები ძირითადად მაინც ყავდა ხოლმე პატარებს ვასწავლეთ ხოლმე მანამდე. ტიჩინგი რო დავიწყე რეალურად მაგ დროს უკვე ჩემი ორგანიზაციიდან რაღაც ტრეინინგებს ვესწრებოდი ხოლმე და მე მალევე გავაკეთე TKT. ხო, არის სხვადასხვა. ხო, და შენ არა გაქვს TKT გაკეთე, ხო, მაგრამ ნუ შენ სოლტა ქონდა ეგ. ისე მე ვფიქრობ, სოლტა თუ გაქვს გაკეთებული, TKT არ არის ესეთი სახო ვალდებულება მაინც და მაინც. ხო, არ ვიცი. ახლა მე თავიდან რახან TKT გავაკეთე. ხო, ნუ თუმცა არის ნუ მანდაც ეს ტიჩინგის და რაღაცები ყველაფერი არის, მაგრამ TKT-ს არ აქვს ისეთი ფასი. როგორც სოლტას აქვს, ახლა მაქედან გამომდინარე. ალბათ უფრო TKT საერთაშორისო არის? კი, TKT საერთაშორისოა, ხო. კი.
მაგრამ იცი რა არის, მე როცა გავაკეთე, ეგ რა ვიცი, ალბათ 20 წელი არა, მაგრამ 17-18 წლის წინ იყო. არც იყო კურსები. კი, მეთოდოლოგია, მაგრამ მე თვითონ მკითხულობდი. კურსი არ იყო, ერთი ტრეინინგი იყო 2 თუ 3 საათიანი, სადაც ყველანი ვიყავით, ვისაც გვინდოდა ჩაბარება და მე ამ წიგნით რა ერთი 2 თუ 3 წიგნი იყო მათ ხომ მოდულები 1 2 3. ამ წიგნებით მე თვითონ დავამუშავე მარტო და გავედი და ჩავაბარე. და ავიღე. და რა ვიცი, მე ვფიქრობდი რომ არ იყო ძალიან დიდად რთული ან რაღაცა, მით უმეტეს თუ უკვე გაქვს პრაქტიკა, იმიტომ რომ მანდ არის ელემენტები უკვე, რომ ჯობია რომ იყო მოქმედი მასწავლებელი, ხო ხვდები და ახლა ხან-ახან მეც ვთხოვენ ხოლმე დახმარებას და რაღაც მოკლე კურსები მაქვს ხოლმე, რომ ასე ვთქვათ, მიმართულება მივცე მასწავლებლებს და TKT-ში მოვამზადო. მაგრამ მაინც ხშირად ვამბობ, რომ შენ თვითონაც შეგიძლია ამის გაკეთება. ახლა არ ვიცი რომელი მეცენს თუ აქვს ესეთი ჯგუფი, მაგრამ თუ მოქმედი მასწავლებელი. კი, ვინდოდეს განვითარება. და დრო კონდეს რომ რაღაცა წაიკითხო ის მასალები. თუ არ წაიკითხო, რთული იქნება, იმიტომ რომ არის რაღაც დეტალები იქ, რაც და წაიკითხო. კარგი, მოდი ახლა ჩვენ პატარა ბლიცი გავაკეთოთ. და უნდა მიპასუხო სწრაფად, ბევრი ფიქრის გარეშე. ოკეი? დავიწყოთ. Online თუ offline? ეხლა ვერ წარმოვიდგენია offline მუშაობა, ამიტომ online-ს ავირჩევდი. კაი, გრამატიკა თუ speaking-ი? Speaking გრამატიკის გარეშე არ გამო, ამიტომ კომბინირებულად. კაცრი თუ მეგობრული? იცი არის ძალიან მეგობრული ვარ, მაგრამ საზღვრების აუცილებელი. ავა თუ ჩაი? ადრე ჩაი ხყავ. ბავშვები თუ დასრულები? დასრულები. თუმცა ბავშვები ძალიან სუსხო ლეველია ბავშვებთან მუშაობა და ის ემოციები რაც იღებ, მაგრამ მე მხოლოდ დასრულებთან მუშაობ ძირითადად. ოკეი, ჯგუფური თუ ინდივიდუალური? ორივე გააჩნია საჭიროებას. ოკეი. ბიგინერი თუ advanced? ამ ეტაპზე არ ვასწავლი ბიგინერებს, თუმცა ის პროგრესი, რასაც დამწყებ დონეებზე ხედავ და რამდენად ისე არიან ბედნიერები ამ თავისი პროგრესით, ეს ძალიან შესამჩნევია დამწყებ დონეებზე, მაღალ დონეებზე შედარებით რთულია ამ ყველაფერს მოხდა, ასე რომ ორივეს აქვს თავისი ბენეფიტი. Exam prep თუ general English? ორივე. ძალიან მიყვარს ერთის თამარიც, იმიტომ რომ ერთი არის უფრო შედეგზე ორიენტირებული და მეორე ეს რაღაცა freedom უფრო როგორც. ხო, ბედნიერი. შენ ასე ორივე ძალიან მიყვარს. კი ბატონო. დილის გაკვეთილები თუ საღამოს? დილის. თუმცა საღამოსაც ასწავლი, მაგრამ უფრო ყავის დახმარებით ხო. ოკეი. წიგნით დასწავლება თუ საკუთარი მასალები? ორივე. Online გაკვეთილზე კამერა ჩართული თუ გადაშლილი? ეგ ვიცი. ანუ უეჭველი ჩართული. გამორთვა, ვინმე რო ახსენებს. ჩვენი ურთიერთობა. გინდა თქვა რომ შენ ჯგუფებში რამდენი ადამიანია საშუალოდ ჯგუფში? 10 მაგალითად. 4 შეიძლება 6 შეიძლება 8 იყოს. აი მაქსიმუმი ავიღოთ 10 სიტყვაზე. ხო, თუ არის. და ყველას ჩართული აქვს კამერა მთელი გაკვეთილი. აბსოლუტურად. გამოში. კამერა გამოირთვება და გაკვეთილიდან გაკვეთილს დაწვავს ადამიანს. მე მყოლია ტრენერები, რომელსაც გამორთული კამერით ჩაუტარებიათ ლექციები. ანუ that could be your thing. არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ზუსტად ის რომ ინტერაქცია ძალიან მნიშვნელოვანია გაკვეთილზე, აბსოლუტურად მიუღებელია მე რო კამერა მქონდეს გამორთული და სტუდენტისაც თუ კამერა აქვს გამორთული, აბსოლუტურად მიუღებელია. ერთადერთი როცა იყო ჩემთვის ასაშვები იყო ამ მოკლე კურსზე, როდესაც მე ვხსნიდი და ლექციის ფორმატით იყო და ამიტომ თუ მისვენენ და ეს იზიან არ არის ხა აუცილებელი, მაგრამ თუ ინტერაქციული გაკვეთილია როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური და ჩვენ ერთმანეთთან კომუნიკაცია გვაქვს, კამერას გამოსული ხო, ანუ არ არის შესაძლებელი. ეხლა მოდი გადავიდეთ ბოლო ეტაპზე. შენ გეგონა მარტო iPad-ი დაგახვედრე? რა. ეს არის შენთვის იმედი მაქვს რომ მოგეწონება და ჩვენი დღევანდელი პოდკასტის სიმბოლო იქნება თუ მემორი თუ რაღაც ამოიღეთ. მე ვიცი რაც არის, მაგრამ 5 არ გამიხსნე, ანუ მეც პირველად ნახავ ახლა რეალში. ნახე რაც ამოსია. მეწერია სისნიცა. ვარ სისნიცასგანაც. არ გაგიგია კამანები.
ჯერ ეს უნდა ეს არ ვიცოდი თუ იდა. აუ ესეც რა სილამაზე, აუ ფამფერებს ანუ მართლა? ფამფერებს ვგიშდები და მთელი ისა რა ქვია პოდკასტი იმ ბროწელოზე მეკცეოდა თვალი. მართლა. ვგიშდები და უცბად ეს რო. ეს ჩემთვისაც სიურპრიზია, ძალიან დიდი მადლობა. მართლა მთელი ის მეკცეოდა თვალი და რა სილამაზეა, ძალიან დიდი მადლობა და ეს ანუ ძალიან შოქში ვარ მართლა. აბა. ანუ გამანებე. აუ, ძალიან მაგარია. ანუ ჩვეულებრივი ჩემი პუშკა მანდანი იყოს. კიდე ფერები მართლა. ცოტა გავს, ხო? ნუ აი ხა მგონი ის პროფაილ ფოტოს გავს. ძალიან დიდი მადლობა. და ვაი რა ფერები, რა პალატი, თითქალენი. ეს შემიძლია ახლა მე პოდკასტის მერე შეგივსო. ეს არის, ანუ არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა უსაყვარლისა. მგავს ხო მე მგონი თუ არა. კი. შენ მასია ინა პროფაილ. დიდი მადლობა. თან ახლა ჭიქებზე რო ქონდა გახსოვს ბოლოს და ჭიქებზე და ეს რომ მოიფიქრე. მე მგონი მოსახერხებელია მათ შენით. სანსაყვარელია. მოკლედ ეს იყო ჩემი პირველი სტუმარი. ძალიან საინტერესო საუბარი იყო მე მგონი და გემშვიდობებით შემდეგ პოდკასტამდე. იმედია სიამოვნებით გვიყურეთ. კარგად.